Ვრცელი შესავალი იყო, მაგრამ ძალიან რა ვიცი, იუმორისტულ გადაცემას მგონია რომ უფრო მოუხდებოდა ამბავი, რომელიც ჩვენ ახლა მოვყევით. მათ მიერ გავრცელებული ვიდეოც და ფოტოებიც რა უნდოდა ამ ხალხს მილანში, რას უმტკიცებენ მათ ამ მომრჩეველს ამით. ხო, მოგესალმებით მესამე მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ქართული ოცნებას დასამტკიცებელი ფაქტობრივად უკვე არაფერი აქვს, იმიტომ რომ დასავლეთში მათ არ ჩაესვლებათ, სადაც ჩაესვლებათ, არის ძირითადად მაინც უნგრეთი. ახლა იქ არის ხო ჩოშკობახიძე. დაახლოებით 6 ჯერ იყო ჩასული არჩევნების შემდეგ. იმიტომ რომ იქ პოულობს საერთოს ორბანთან, ვინაიდან ორბანიც არის ავტორიტარული ქვეყნის რაღაც წარმომადგენელი, რომელსაც გაუმართლა და მაინც ევროკავშირშია ჯერჯერობით. ამაზეც მიდის მსჯელობები. თუმცა ქართულ ოცნებას რო დაუბრუნეთ, იტალიაში ხა მეორედ რო ხსნიან საკონსულოს, სასაცილოზე მეტი არის, მით უმეტეს მათ ხო იციან, ისიც იცოდნენ რომ ეს ყველაფერი გამჟღავნდებოდა და გამოვიდოდა და არავინ დატოვებდა დამალულს, მაგრამ მაინც გააკეთეს, ანუ რამდენად უჭირთ მათ, რამდენად უნდათ რო აჩვენონ საზოგადოებას, მოატყუონ საზოგადოება, რომ მათ სანქციები არ აშინებთ. ოღონდ პარალელურად გუშინდელმა წულუკიანის მიმართვამ იოსელიანისადმი ცალსახად გამოაჩინა რომ მათ ეს ძალიან აწუხებთ, მაგრამ ამავდროულად ატყუებენ საზოგადოებას და ფოტოებიც ცდილობენ ის ლეგიტიმაცია მოიპოვონ, რომელიც ფოტოთი ვერ გამყარდება. ლეგიტიმაცია მყარდება მხოლოდ დემოკრატიული ნაბიჯებით, რომელიც ქართულმა ოცნებამ უნდა გადადგას. და გარდა ამისა, თუ არ ვიცი გახსოვთ თუ არა, როდესაც მაკრონმა მხარზე ხელი მოუთათუნა, ესეც გაიყიდა როგორც რაღაცა ლეგიტიმაციად. ამიტომ ქართულ ოცნებას არ აქვს არანაირი გზა დარჩენილი, გარდა იმისა, რომ მათ აღიარონ საკუთარი დანაშაული, დანიშნონ ახალი არჩევნები, თავისუფალი სამართლებრივ გარემოში, ჩატარდეს გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. სხვანაირად ისინი ვეღარ გააგრძელებენ და ვერც მათი ოჯახის წევრები, სწორედ ამიტომ წუხდა წულუკიანიც, რომ ოჯახის წევრებზე განსაკუთრებით წუხდა, ხო? რატომ არ გვიცავდიო, კაცო, იოსელიანს ეჩხუბებოდა სახალხო დამცველს, ასე ჩვენი ოჯახის წევრებს უფლებებს რო უზღუდავენ გადაადგილების და ვიზის შეზღუდვას არ აქვს სანქციებს. სანქციები კიდევ უფრო გაიზრდება და კიდევ უფრო მეტი იქნება იმის პარალელურად, თუ როგორ მოიქცევა ქართული ოცნება და დღევანდელი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაც ზუსტად უნისონში მოდის, რომ ყველანაირი ამბიცია, რომელიც ჩვენ დასავლელ პარტნიორებს ჰქონდათ, რომ ქართული ოცნებასთან დიალოგი ღირს, როდესაც ეს გამოცხადდა, ეს გრანტი მაშინვე იყო პრობლემა, რომ თვითმმართველობის არჩევნებს ქართული ოცნება არ ჩაატარებდა სამართლიან რეჟიმში და იყო კრიტიკა რომ როგორ აპირებთ ამის განხორციელებას და დღეს გამოჩნდა ზუსტად რომ ყველანაირი ამბიცია დიპლომატიური ნაბიჯები რომელიც შეიძლება ჩვენ დასავლელ პარტნიორმა გადადგან ქართული ოცნების მიმართ ჰაიერში გაიფანტება იმიტომ რომ ქართული ოცნებას გადაწყვეტილი აქვს რუსული გზა და ამ რუსულ გზაზე არ ჭირდებათ სამოქალაქო სექტორი რომელიც არჩევნებს დააკვირდება ან იქნება დემოკრატიული პროცესი დემოკრატიული არჩევნები ზოგადად რომელშიც ხალხი მიიღებს მონაწილეობას და თავის არჩევანს დააფიქსირებს ეს ღიად ჩანს უკვე ყველაფერში ნებისმიერ კანონს, რომელსაც ისინი იღებენ, კონსოლიდაციას ემსახურება ავტორიტარიზმის და კი ბატონო, და ნაბიჯები, რომელსაც ისინი დგამენ, ცალსახად კონსოლიდაცია ავტორიტარიზმის, თქვენი კოალიციის მაგალითზე ორი ლიდერი უკვე ციხეშია და ნიკა გვარამიას 13-ში აქვს პროცესი ჩანიშნული. ელით რომ მას დააპატიმრებენ. ცხადია, ნიკასაც დააპატიმრებენ, ეს გზა სწორედ ეს გზა, რომელიც ქართულმა ოცნებამ აირჩია, ჩვენ ხო ეს გზას ხარ მივყვები და გამოცნობა არ გვჭირდება, ეს გზა გაიარა ბელარუსმაც და გაიარა რუსეთმაც თავის დროზე. ამიტომ ლოგიკური გაგრძელება ყველაფრის, რასაც ხედავთ და ვუყურებთ. ერთადერთი, რაც ამ პროცესს შეიძლება შეაჩეროს, რა არის? სანქციების დიდი პაკეტი და მეგობარი აქტი, რომელიც ძალიან წუხს ივანიშვილი, რომელიც სერიოზული პრობლემაა ქართული ოცნებისთვის. ეს არის ის გასაღები, რაც ქართულმა ოცნებამ ამ შეიძლება შეაჩეროს და დააბრუნოს დემოკრატიულ გზაზე ქართული ოცნება ვერასდროს ვერ დაბრუნდება, იმიტომ რომ ეს მათ დნმ-ში უკვე აღარ არის. 12 წლის მანძილზე მათ ჰქონდათ ბევრი შანსი და ვერ გამოიყენეს, თუმცა მათ აიძულოს ჩაინიშნოს თავისუფალი სამართლიანი არჩევნები იმ წესებით, რომელიც არის დემოკრატიული. აი ეს შეიძლება აიძულოს და ხალხის პროტესტმა ქუჩაში, რომელიც არ გაჩერდება და არ უნდა გაჩერდეს და ცხადია უკვე აღარ ვამბობ იმაზე, რომ თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც არჩევნებს არ შეიძლება ეწოდოს, ამას არჩევნები და არის კრიმინალური პროცესი, კრიმინალში თანამონაწილეობა ვერ შეიძლება იქცეს. სალომე ზურაბიშვილთან დღეს იყო შეხვედრები, ნიკა გვარამიაც იმყოფებოდა მარტო, მერე იყვნენ
ლელოს ლიდერები, რა იცით ამ შეხვედრის შესახებ და შესაძლებელია თუ არა ეს პლატფორმა იქცეს ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბების და გაჟღერების ადგილად. ნიკა არ ესწრებოდა ხოლმე ამ პლატფორმის, ანუ კოალიციის სხვა წევრები იყვნენ, იქ ელენე ხოშტარია იყო ხოლმე. ჩვენი პოზიცია იყო, ახალის პოზიცია იყო და ეს თავის დროზეც ასე გაჟღერდა. თვითმმართველობის არჩევნები იყო წითელი ხაზი, რაც ჩვენ გვინდოდა დაფიქსირებულიყო და მიუხედავად იმისა, რომ ცადა ქალბატონმა ზურაბიშვილმაც თავის დროზე მაისშიც და მარტშიც, რომ ეს ჩაწერილიყო იმ დოკუმენტში, ხელი რომელსაც მოეწერებოდა, არ გამოვიდა, ჯერ გახარიას გამო უკვე და მე მოგვიანებით ლელოს გამო, მაგრამ მივედით იქამდე, როდესაც საჭიროა ამ პროცესის განახლება, სწორედ იმიტომ, რომ ლელო გახდა რატომღაც მერყევი პოზიციის ამ კუთხით და მან ლელოს აქვს თავისი პრობლემები თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ის რაღაც სხვანაირად უყურებს პროცესს, კარგად მიდის პროცესი, ჩვენ ხედავთ დელეგიტიმაციის ნაწილს, ხედავთ ქართული ოცნების პრობლემებს, რაც ექმნებათ და აი ამ გზის გაგრძელება რატომღაც ლელომ არ მოისურვა, ამიტომ ამაზე უნდა შევჯერდეთ. სალომეს ფორმატი არის ერთადერთი ფორმატი, რომელსაც აქვს ლეგიტიმაცია, ქალბატონ სალომეს აქვს ლეგიტიმაცია ჩვენ დასავლურ პარტნიორებთან და ვინაიდან ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი მთავარი გასაღები არის სანქციები და სანქციების ეშინია ივანიშვილს და ეს პროცესი რაც ნახეთ ხო წულუკიანის სიტყვიდან გამომდინარეც საჭიროა რომ სალომე იყოს ამ პროცესში ჩართული და სალომემაც და დანარჩენმა პარტიებმაც კეთილი უნდა ინებონ და შეთანხმდნენ ერთ პოზიციაზე. ოღონდ ეს პოზიცია არ უნდა იყოს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ რომ თქვი და გავიმეორებ, არ არის ეს არჩევნები. ის, რასაც არჩევნები შეიძლება ეწოდოს, ის არ ჩატარდება. კრიმინალური არჩევნები, როგორ შეიძლება იყოს პროცესის დემოკრატიული პროცესის ნაწილი. ან რატომ უნდა მივცეთ ივანიშვილს, რომელმაც ავტოკრატია გაიფორმა და გაფორმების პროცესში არის, რატომ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ დემოკრატიანობანას თამაშში შევყვეთ. ხო, აღარ არის დემოკრატია. ჩვენ დასავლურ პარტიორი რატომ მოვატყუოთ იმაში, რომ აქ დემოკრატიული პროცესი არსებობს. თუ არჩევნებში მონაწილეობას იღებს პროდასავლური ძალები, ვატყუ, ვის ვატყუოთ საკუთარ თავს ამომრჩევლს თუ დასავლეთს. ამ დიალოგში თუ რაც არის, მოკლედ აზრთა შეჯერების პროცესში, შედიხართ წინასწარი მყარი პოზიციით, რომ ამ აზრს არ შეიცვლით. არა, არ შეიცვლება, ცხადია, ეს არ შეიცვლება, უნდა შეჯერდეს პოზიცია. რას ნიშნავს შეჯერება? ანუ მეორე მხარემ უნდა თქვას უარი მის პოზიციაზე. ან ჩანაცვლდეს სხვა მოთხოვნებით. ნახოთ, აი როგორ წარიმართება პროცესი, როგორც ვიცი ანუ ერთად სალომე ზურაბიშვილის თუნდაც ეს პოზიცია რომ ერთად ჩატარდეს თვითმმართველობის იყო რაც საჯარო თქვა მან, ხო? კი ბატონო, ოღონდ იმ წესებით, რა წესებით წარდება დემოკრატიულ ქვეყნებში და არა ის, რაც ქართული ოცნება აკეთებს. მით უმეტეს აი დღევანდელი ბრიტანეთის განცხადებით, თუ ეს პროცესი არ იქნება მართვა და დაკვირვებადი, ეს არჩევნები არ იქნება. თუ არჩევნები ჩატარდება იგივე ცენტრალურ საარჩევნო კომისიით, ეს არჩევნები არ იქნება. თუ ქართული ოცნება სულთან ერთად ჩატარებს, არჩევნები არ იქნება, არც ახალი და არც ადგილობრივი. ამიტომ ჩვენი პოზიცია შეიძლება შეთანხმდეს, სწორედ წარიმართოს ამ მიმართულებით, ჩატარდეს ორივე არჩევნები ერთად, მაგრამ სწორი საარჩევნო სისტემით. ამაზე თუ უარზე წამოვიდა ლელოც და მათ შორის გახარიაც, რომელიც რა ვიცი, რო ვუყურებ, კანდიდატებს ეძებენ, ვისთვის ეძებენ იმ კანდიდატებს, ვერ ხვდები, ან როგორ აპირებენ საერთოდ კამპანიის გაკეთებას, როცა კრიმინალურ არჩევნებში უნდა თხოვო შენს ამომრჩევლს მიიღოს მონაწილეობა და გახდეს კრიმინალის თანამონაწილე. მე ამას ვერ ხვდები, ვერც საარჩევნო სისტემიდან გამომდინარე, ვერც მორალური პოზიციიდან და ვერც იმ პროცესიდან, რასაც მართავთ დღემდე და მივიყვანეთ იქამდე, რომ დელეგიტიმაცია მოხდა სრული და დარბიან, მე ორჯერ ხსნიან საკონსულოებს, ხო, იმისთვის რომ ლეგიტიმაცია მოიპოვონ. ანუ პროცესი კარგად მიდის და რატომ უნდა უთხრათ ივანიშვილს, რომ თქვენ დემოკრატიის თამაში აყვებით. გაურკვეველია ეს გახარიას ხვდა. და რაც შეეხება თუ მხოლოდ გახარია დარჩა ამ პროცესში, ან მე არ ვიცი რამდენად არის ახლა ამის შანსი, რომ გახარიაც იყოს ამ პლატფორმის აზრზე. მე მგონია რომ გახარიაც მარტო რჩება, მას მოუნდეს ყველა ის ტვირთი საკუთარ თავზე აიღოს და გახდეს პროდასავლური ძალა, რომელიც ივანიშვილს უფორმებს სიმულაციურ დემოკრატიას. მე არ ვიცი გახარიას პროდასავლურობა რაში გამოიხატება თუ ამას აკეთებს. ამიტომ მე მგონია ისიც დაფიქრდება. არ შეიძლება გახარია და ხალხის ძალა თუ რაღაც ის პარტიები რაც არიან ერთად აღმოჩნდნენ ერთ სიაზე. ანუ როგორ გამოდის მაშინ გახარია პროდასავლური ძალა, როცა რუსეთუმე
პარტიებთან, ან ივანიშვილის სატელიტებთან ერთად წერი ხარ სიაში, ცოტა გაურკვეველია. და აქვე უნდა ვიკითხო, თუ შეჯერება მოხდა იმ პოზიციაზე, იმ ფორმულაზე, რაზეც თქვენ საუბრობთ, ამ შემთხვევაში შესაძლოა ყველა შეხვიდეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ყველა ჩვენი პოზიცია იქნება მყარი, ჩემი პოზიციაც არის მყარი, თვითმმართველობის არჩევნები არ ქვია. არჩევნებში რომ შეხვიდე უნდა დაიყოს არჩევნები. კრიმინალური თუ ერთდროულად ტარდება და რაღაც ცვლილებებს ახორციელებს. ამას გეკითხები. თუ ერთდროულად ტარდება, ცხადია, მე უკვე არის იმის საშუალება, თუ ცვლილებები მოხდა ცენტრალური საარჩევნო კომისიისთან. ან როგორ უნდა ელაპარაკო მორალურად, ამ მომრჩეულს როგორ უნდა ელაპარაკო, რომ მოვიდეს არჩევნებზე, როცა შენ თვითონ იცი, რომ ის პროცესი არ იქნება სამართლიანი. ანუ ტყუილში ვეპატიჟებით, ვის ვეპატიჟებით, ანუ საკუთარ თავს ვატყუებთ თუ მათ. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ იმისთვის, რომ იყავით ჩვენი სტუმარი.